აი ეს არის დონალდ ტრამპის ვიზიტის შედეგები პეკინში, სი ძინპინთან შეხვედრაზე. ვაშინგტონმა დღეს სრულად შეაჩერა იარაღის გატიდვა ტაივანისთვის. თითქოს ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფის მიზნით ირანთან ომის ფონზე. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრმა ჰუნგ ცაომ. ეს ტაიბეისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წინააღმდეგობრივი კომენტარი გააკეთა და წინა დღეს განაცხადა, რომ თითქოს სწორედ ტაივანი ცდილობს ომს ჩინეთთან და არა პირიქით. ამიტომაც აშშ-ს არ აქვს ვალდებულება და არც აპირებს მის დაცვას და აი დღევანდელი გადაწყვეტილებაც. აშშ ვაჩერებს იარაღის გაყიდვას ტაივანისთვის, რაც 1979 წლის შემდეგ არ მომხდარა. მოდით ახლა ერთად განვიხილოთ ეს საკითხი. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ეხლა კი სიახლე, რომელმაც უბრალოდ შოკში ჩააგდო ყველა. მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა ჩინეთში 2 სამიტი გამართა დონალდ ტრამპთან, შემდეგ კი ვლადიმირ პუტინთან. ვაშინგტონმა შეაჩერა იარაღის გატიდვა ტაივანისთვის, რათა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეთ საკმარისი საბრძოლო მასალა ირანთან ომის ფონზე. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრმა ჰუნგ ცაომ. დიახ, არ გაგიგულდეთ, ამერიკაში მართლაც ასეთი მინისტრია, ჰუნგ ცაო. მან განაცხადა, ციტატა: "ეხლა ჩვენ ვიღებთ პაუზას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის საჭირო საბრძოლო მასალა და რომ ეს საკმარისია." კიდევ ერთხელ, ის ამბობს, რომ საბრძოლო მასალა საკმარისია, მაგრამ ჩვენ ვაჩერებთ ტაივანისთვის იარაღის გაყიდვას, რათა შევამოწმოთ, ნამდვილად საკმარისია თუ არა საბრძოლო მასალა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამერიკელი ჩინონიკები ამბობენ, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილებაა, რომ ეს უბრალოდ პაუზაა, უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება, რატომ ამბობ ამას? იმიტომ, რომ მარტის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ დროებით 30 დღით გააუქმა სანქციები რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ. დროებით. მაგრამ უკვე ეს დროებითი გადაწყვეტილება 3-ჯერ გაახანგრძლიwes და აი 18 მაისს კიდევ ერთხელ გაახანგრძლიwes დროებითი სანქციების მოხსნა რუსეთის წინააღმდეგ. აი ასე. ასე უპასუხა ცაომ კონგრესში მოსმენების დროს კითხვას ტაიბეისთვის 14 მილიარდი დოლარის იარაღის პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტრამპის დამტკიცებას ეოლდება და რომელსაც ტრამპი სი ძინპინთან განეხილავდა. და აი ცაომ დაამატა, ციტატა: "ჩვენ უბრალოდ ვწუნდებით, რომ ყველაფერი გვაქვს და შეშენდeg იარაღის გაყიდვა გაგრძელდება, როცა ადმინისტრაცია ამას საჭიროდ ჩათვლის." მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ მას არ მიაჩნია საჭირო ტაივანის დაცვა და მისთვის იარაღის გადაცემა. კითხვაზე ელოდება თუ არა ის, რომ ტაივანისთვის იარაღის გატიდვა საბოლოოდ დამტკიცდება, იმავე მინისტრმა ცაომ უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო და პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეტი და თავად ის ამაში დარწმუნებული არ არის. და რა თქმა უნდა, ამას გაგებით შეიძლება მიუთქი. ამ განცხადებას მინისტრ ცაოს მხრიდან, რადგან იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ-მ ომის დაწყებიდან 28 თებერვლიდან ირანთან, რომელიც ახლა მყიფე ზავის ეტაპზეა, თავისი რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უბრალოდ კიდევ ერთხელ მიატოვა თავისი მორიგი მოკავშირე. რას გულისხმობ? ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესდივანმა კარენ კუომ ცაოს კომენტარებზე პასუხად განაცხადა, ციტატა: "ტაიბეიმ არ მიიღო არანაირი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ აშშ-ში აპირებს შეიტანოს რაიმე ცვლილებები იარაღის გაყიდვის შეთანხმებაში." ეს განცხადება ტაიბეისთვის უსიამოვნო სიახლე იყო, რომელიც გამოჩნდა ერთი კვირის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პეკინში შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, სადაც ამერიკული იარაღის მრავალმილიარდიანი მიწოდების საკითხი ტაივანისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად განიხილებოდა დღის წესრიგში. პეკინი არაერთხელ აცხადებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ კუნძულოვანი დემოკრატიისთვის იარაღის გაყიდვას, რომელსაც საკუთარ პროვინციად მიიჩნევს. ტრამპის ვიზიტის დროს სი ძინპინმა გააკეთა მკაცრი განცხადება, რომელშიც გააფრთხილა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის რისკის შესახებ, თუ კი ტაივანის საკითხს არასწორად მიუდგებიან. იმავე დროს ტრამპმა აღიარა, რომ დიახ, ესაუბრა სი ძინპინს და რჩევა კითხა: გაეყიდა თუ არა იარაღი ტაივანისთვის, თუ სჯობდა თავი შეეკავებინა. იცით რომ ეთქვა? იცით, მე დაურეკე ვლადიმირ პუტინს და ვკითხე: შეგვიძლია თუ არა უკრაინისთვის იარაღის გაყიდვა? თუ არა, ან არა ასე.
იცით, მე დაურეკე ალი ხამენეის, ირანის უმაღლეს ლიდერს, რომ მეკითხა დავეხმარო თუ არა ისრაელს. აი იმდენად პარადოქსულია ეს ყველაფერი. ვაშინგტონი არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს იმასთან დაკავშირებით, დაიცავს თუ არა ის ტაივანს შეჭრის შემთხვევაში. მაგრამ რამდენიმე ათეული წლის წინ მიღებული ტაივანთან ურთიერთობის შესახებ კანონის მიხედვით, აშშ-ო ხაზგასმით ვამბობ, ვალდებულია მიაწოდოს ტაიბეის საკმარისი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა თვითდაცვისთვის. ასე წერია იქ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამტკიცებდა, რომ სი ძინპინთან შეხვედრისას ტაივანთან დაკავშირებით არ აუღია არანაირი ვალდებულება, ერთი კვირის შემდეგ მან გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომლებმაც ეჭვი გააჩინა ამერიკის მხარდაჭერაში კუნძულის მიმართ. ტრამპმა ტაივანისთვის შეიარაღების გადაცემა პეკინთან მოლაპარაკებებში ძალიან კარგ კოზირად მოიხსენია და განაცხადა, რომ ახალი იარაღის პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ასევე მაშინ მან დაანონსა საუბარი ტაივანის პრეზიდენტთან, რაც შეიძლება ჩინეთის დიდ აღშფოთებას გამოიწვევს. საქმე იმაშია, რომ არც ერთ მოქმედ ამერიკის პრეზიდენტს ტაივანის ლიდერთან 1979 წლის შემდეგ არ უსაუბრია, როდესაც ვაშინგტონმა დიპლომატიური აღიარება ტაიბეიდან პეკინში გადაიტანა. თუმცა შეგახსენეთ, რომ ტრამპმა მაინც ისაუბრა ტაივანის ექს-პრეზიდენტ ცაი ინ-ვეისთან, როდესაც 2016 წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. აი მაშინ მან ისაუბრა და მაშინ ეს პეკინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან რეაქციას გამოიწვია. და აქ შეგახსენებ, რომ სულ ერთი კვირის წინ ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის დროს ტაივანს მოუწოდა არეცადა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მან ასევე თავი აარიდა პასუხს უკვე დაგეგმილ ამერიკული შეიარაღების ტაივანისთვის მიწოდებას. და მაშინ მან განაცხადა შემდეგი, ციტატა: ჩვენ სი ძინპინთან ძალიან დეტალურად განვიხილეთ ტაივანის სიტუაცია, იარაღის გაყიდვა და მე მივიღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ იცით, მე ვფიქრობ, რომ ბოლო რამ, რაც ეხლა გვჭირდება, არის ომი აქედან 9500 მილის დაშორებით. ანუ საუბარია აშშ-დან ტაივანამდე მანძილზე. მე უნდა ვესაუბრო ადამიანს, რომელიც მართავს ტაივანს. არ მინდა რომ ვინმე გამოაცხადოს დამოუკიდებლობა და ჩვენ, როგორც გესმით, მოგვიწიოს 9500 მილის გადალახვა ომისთვის. ეს არ მინდა. მინდა რომ ისინი დამშვიდნენ. ისინი, ანუ ტაივანი. და სხვათა შორის ერთი დღის წინ ამავე ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ესაუბროს ტაივანის ლიდერ ლაი ცინდეს, განიხილავს მრავალმილიარდიან გარიგებას კუნძულისთვის იარაღის მიწოდებაზე, რაც მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს. ცვლილებას დიპლომატიურ პროცედურაში. ტრამპმა განაცხადა, რომ საერთოდ არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩინეთი ასეთი კონტაქტების წინააღმდეგი იქნება, რადგან ეს ტაივანის სუვერენიტეტის აღიარებას უტოლდება. აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრადიციულად პირდაპირ არ კონტაქტობს ტაივანის ლიდერთან, რადგან ეს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაძაბულობა ვაშინგტონსა და პეკინს შორის, სადაც ტაივანის ლიდერს სეპარატისტს უწოდებენ. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩენ მინ ციმ განაცხადა, რომ ტაიბეის მოუწევს დაზუსტება, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი, როდესაც ის კუნძულისთვის იარაღის გაყიდვის გეგმებზე საუბრობდა. მაგრამ ამავე დროს ჩენ მინ ციმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს გარკვეული ვალდებულებები ტაივანისთვის იარაღის მიწოდების საკითხში და ეს ვალდებულებები კანონით არის განსაზღვრული. მან სწორედ ვალდებულებები ახსენა. საქმე იმაშია, რომ აშშ-ში 1979 წლიდან მოქმედებს ტაივანთან ურთიერთობების შესახებ კანონი, რომელიც ამას განსაზღვრავს. ის განსაზღვრავს აშშ-ს ვალდებულებებს ტაივანისთვის თავდაცვის საშუალებების მიწოდებასა და დახმარებაზე, თუ ტაივანის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. ამ დახმარებისა და შეიარაღების მიწოდების მოცულობასა და ხასიათს აშშ-ის პრეზიდენტი და კონგრესი განსაზღვრან. შემდეგ მოვიყვანთ ციტატას მინ ცისგან. იარაღის გაყიდვა ტაივანსა და აშშ-ს შორის ყოველთვის იყო რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედი. აშშ-ს მიერ იარაღის გაყიდვა ტაიბეისთვის არის აშშ-ს უსაფრთხოების ვალდებულების ნაწილი ტაივანის მიმართ და წარმოადგენს საერთო შემაკავებელ ფაქტორს რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპს ეს წესები არ აინტერესებს. მეორე მხრივ, ტრამპს შეუძლია შეაჩეროს იარაღის გაყიდვა, რათა ჯერ ნამდვილად განიხილოს ყველაფერი ტაივანის პრეზიდენტთან. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ ტაივანმა უნდა დამშვიდდეს და მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ სწორედ ტაივანი მიისწრაფის ომისკენ, ეს საუბარი არაფერს კარგს არ უხადის თვითმმართველ კუნძულს. აქ მრავალ წერტილს შვა. თქვენი აზრია დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.